გამარჯობათ მეგობრებო, გილოცავთ ჯვართაყვანისცემის კვირიაკეს. დღეს მინდა ვისაუბრო ჯვრის ნიშის შესახებ. რატო ვცემთ ჩვენ თაყვანს ჯვარს? რატო არის იგი ძლევის სიმბოლო? რას გვედავებიან წმინდა ჯვართან დაკავშირებით სექტანტები და ასე შემდეგ. ძალიან საჭირო და ძალიან აუცილებელია ამის შესახებ ცოდნა გქონდეს ყველა ქრისტიანს. ჩვენ ჯვარს ვატარებთ მკერდით და უნდა ვიცოდეთ, რომ ჯვარი არის ძლევის სიმბოლო და ჯვარი არის გამოხსნის სიმბოლო. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჯვარზე მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები მიამსჭვალა ფაქტიურად და ადამიანი გამოხსნილია. გველს თავი აქვს გაჭეჭყილი და აი როგორც ერთ-ერთი მამა ამბობს, ძველ აღთქმის პერიოდში ჯვარზე უკვე ძალიან ბევრი მოსწავება იყო, მაგრამ მაინც წინასწარმეტყველება, მაგრამ მაინც ითვლებოდა ეშმაკის სიმბოლოდ, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში, ძველი აღთქმის პერიოდში იცი თქვენ რომ ეშმაკი მძლავრობდა და აი ყველა ადამიანს რომელსაც ჯვარზე მოკლავდნენ სასირცხვილო სიკვდილად ითვლებოდა და ამბობდნენ წყევლია ყოველი დაკიდებული ჯვარზე, ძელზე. და რატო? იმიტომ რომ ეშმაკის სიმბოლო იყო ყველაზე ავაზაკებს, ყველაზე დამცირებულებს, ყველაზე ესეთი ხალხს, ესე იგი სახელმწიფოს მტრეებს, ავაზაკებს, აჯანყებულებს და ასე შემდეგ ესეთ ხალხს, ანუ ყველაზე დიდი დანაშაული ვისაც ჰქონდა, ყველაზე დიდი ცოდვილი ვინც იყო, ესეთ ხალხს აკრავდნენ ჯვარზე. და ამიტომ ქრისტემ, რომელიც ჯვარზე ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის, აი ეშმაკს ეს თავისი იარაღი წაართვა და თავისივე იარაღით გაუჭეჭყა თავი და ეს გახდა ძლევის სიმბოლო, ანუ ჯვარით გაიმარჯვა. აი როგორც დავითმა გოლიათს გამოსტაცა ხელიდან თავისი მახვილი და ესე იგი თავისივე მახვილით მოკვეთა თავი, აი ესე ქრისტემ გამოსტაცა ჯვარი, რომელიც წყევლის სიმბოლო იყო ძველ აღთქმაში, ეშმაკს და თავისივე ჯვრით გაუჭეჭყა თავი და ჯვარი გახდა ეშმაკზე გამარჯვების, ეშმაკის ძლევის სიმბოლო. ამიტომ ეშინია ეშმაკს ჯვრის. რაც შეეხება თვითონ ჯვრის შესახებ უძველეს მოწმობებს, ძალიან ბევრი მოწმობა არსებობს, მათ შორის არის ერთ-ერთი ჰეროდოტეს ისტორიაში, თუ როგორ 522-დან 486 წლებში მეფობდა, ესე იგი სპარსეთის მეფე დარიოს პირველი, იცით თქვენ და აი დარიოსის შესახებ თხრობისას იგი აღწერს, რომ როდესაც მოხდა სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბაბილონის აჯანყება, დარიოსმა 3000 კაცი ძელზე გააკვრევინა, ანუ ჯვარზე გააკვრევინა. ნუ ძელი და ვერტიკალური ბოძი და ნუ ჯვარი ძველ პერიოდში შეიძლება პირდაპირ ჯვრის ფორმა არ ქონდა, მაგრამ რომაელები უკვე როგორც ჯვარს ისე იყენებდნენ და ეს იყო ანუ დაჟის სიმბოლო. და ქრისტეს შობამდე 71 წელს იცით თქვენ რომ სპარტაკის აჯანყება, როდესაც დაამარცხა კრასუსმა რომიდან მიმავალ, ესე იგი აპიუსის გზაზე 6000 ტყვე გააკრეს ჯვარზე და ეს ჯვარზე გაყვრა რას ნიშნავდა? ანუ ცივილიზაციის მტერი, კაცობრიობის მტერი და სამარცხვინო ბოძზე გაყვრა, აქედან მოდის. სამარცხვინო ბოძზე გააკრესო. ეს ფიგურალური გამოთქმა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანებს ჯვარზე აკრავდნენ, ან ძელზე აკრავდნენ, ეს ითვლებოდა რომ ეს იყო გამოსაჩენ ადგილას აკრავდნენ, ჯერ ერთი მთაზე აკრავდნენ და ეს ითვლებოდა ფაქტიურად სხვებისთვის დასაშინებლად, რომ აი სახელმწიფოს წინააღმდეგ ვინც აჯანყდება, ან ჩვენი წესრიგის წინააღმდეგ ვინც აჯანყდება, ესე ცუდად დაამთავრებს. აი ამას ნიშნავდა და აი ზუსტად ეს აპიუმის გზაზე 6000 ესე იგი ტყვე ადამიანის გაყვრა და ასევე დარიოსის მიერ 3000 ადამიანის გაყვრა, აი ზუსტად ამას მოასწავებდა, რომ ესე იგი ადამიანები, რომლებიც მძიმე დანაშაულში სახელმწიფოს და ზოგადად აი დამყრობელის წინააღმდეგ ჯანყდებოდა, ესე ამთავრებდა. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აი ტიტული საიდან მოდის? წარწერის მნიშვნელობით ტიტული, ეს მოდის ლათინურიდან, იმიტომ რომ ტიტული, ანუ ტიტულუს ეწოდებოდა ჯვრის ზევით გაკრულ წარწერას, სადაც იწერებოდა სახელმწიფო ბრალდება. აი ქრისტეს შემთხვევაში დაიწერა იესო ნაზარეველი მეუფე ჰურიათა, ხო? რაც არის ინრი, აი აბრევიატურა რო წერია ხოლმე ინრი. ინრი არის იესო ნაზარეველი რექს ჰურია, ესე იგი რექს იუდიუმ, ანუ იესო ნაზარეველი ებრაელების მეფე, ესე იშიფრებოდა. და ერთ-ერთი მთავარი, აი განმარტებლები ამბობენ, ერთ-ერთი მთავარი, რამაც გამოიწვია ებრაელების აღშფოთება, როდესაც ეს წარწერა იხილეს, იყო ის, რომ გამოდიოდა, ესე იგი ესეთი პირველი ასოებით გამოდიოდა ესეთი ტეტრაგრამა, იცით თქვენ სამ ენაზე იყო, ეს იყო ლათინურად, ეს იყო ებრაულად და ეს იყო ბერძნულად, ხო? ანუ მთელი იმდროინდელი კაცობრიობისთვის გასაგებ ენაზე რო ყოფილიყო, სამივე ენაზე დაიწერა ეს ქრისტეს ბრალდება, რომ ის თავს მეუფე ჰურიათა აცხადებდა და ქრისტე პირიქით ამბობდა, რომ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური, ხო? და ესეც წარწერა გამოდიოდა ებრაულად. იეშუა ხანოცრი უმელქ ხა იეხუდიმ. აი ესე გამოდიოდა იეშუა ხანოცრი უმელქ ხა იეხუდიმ. და პირველ ასოებს თუ ავიღებთ, აი იეშუასი არის ი, ხო? ხა არის, ანუ იხ ისე გამოდის, ანუ
ტეტრაგრამა გამოდიოდა, მოკლედ, ტეტრაგრამა იცით თქვენ, იყო ებრაულში ღმერთის სახელი, ანუ იეჰოვა, მე ვარ რომელი ვარ, რაც გამოსულათა მესამე თავში მოსეს უთხრა მოყოლოვანში ღმერთმა, ეს ბერძნულად არის ეღოიმი, ანუ მე ვარ და მე ვარ რომელი ვარ და ანუ გამოდიოდა რომ იესო ქრისტე იყო იეჰოვა, ანუ ჭეშმარიტი ღმერთი და აი ეს დასაცინად იმას აქნეს თითქოს რომაელებმა გააკრეს და სინამდვილეში ისე გამოვიდა რომ ღმერთმა განადიდა ესე იგი საკუთარი ძე იესო ქრისტე ჯვარზე და გამოჩნდა რომ იესო ქრისტე იყო ჭეშმარიტი იეჰოვა, ანუ რასაც რასელისტები უარყოფენ რომ ძე ღმერთი არ არისო იეჰოვა სპირიო და მარტო მამა ღმერთი არისო, აი პირდაპირ იესო ქრისტეს თავზე გაკრულ არამეულ წარწერაში ესე იგი იხვხ რაც არის ტეტრაგრამა იყო რეალურად გაშიფრული და ამან აღაშფოთა ებრაელები, ეს ერთ-ერთი ვერსიაა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ჯვარზე ძალიან ბევრი ჯვრის ნიში ზოგადად ძალიან ბევრ კულტურაში იყო. აი მაგალითად ეს იყო სვასტიკა ინდოელებში, რასაც ესე იგი რომელიც ჩვენთან იყო ქართველებში ბორჯღალი და ეს სვასტიკა მერე ნაცისტებმა აიღეს და ეს იყო 4 სტიქია, ხო? ესე იგი წყალი, ხმელეთი, ცა და მიწა. და ეს მარადიული ბრუნვა, ანუ ბორჯღალი. ნუ ჩვენი აქეთ შემოტრიალებული სვასტიკა არის და ნუ სვასტიკა არის, იმიტომ ეხლა შეიძლება ვიღაცას ცოტა ყურში ისე მოხდეს, მაგრამ ბორჯღალი იგივე სვასტიკის ნაირ სახეობაა, კი? და ფაშისტების პირიქით აქეთაა მოტრიალებული. და რეალურად ეს არის ჯვარი, აი კუთხეები რო ჩამოვაჭრათ სვასტიკას გვერდზე, ჯვარი არის რეალურად და 4 სტიქიას განასახიერებს. ანუ სიცოცხლის მარადიული წრებრუნვა არის. და ასევე აი მესოამერიკელებში, ხო, აცტეკებში და ასე შემდეგ, ძირთად აცტეკებში იყო ესეთი კეცალკოატლი, ანუ ინდიელთა ქრისტესაც ეძახიან ესე. იმიტომ ძალიან გავს. და თითქოს ეს იყო ფრინველის მსგავსი რაღაცა ცხოველი, კაცსა და ადამ ფრინველს შორის, ესე იგი ნახევრად კაცი და ნახევრად ფრინველი, რომელიც ჯვარს ეზიდებოდა და ეს ჯვარი იყო აქსის მუნდუს, ანუ სიცოცხლის ხე. და ეს სიცოცხლის ხე ნიშნავდა რას? ეს სიცოცხლის ხე ნიშნავდა იმას, რომ ღმერთები და ადამიანებს აი ეს სიცოცხლის ხე აერთიანებს. ესეთი რწმენა იყო ამ იმებს შორის, რა ქვია, მესოამერიკელებს შორის, ანუ ინდიელებს შორის. ასევე ეგვიპტეში იყო ანხი. ანხი იყო სიცოცხლის ღვთიური ძალის და უკვდავების სიმბოლო, რომელსაც ოსირისი, ისისი და მზის ღმერთი რა გადასცემდნენ ადამიანებს, ანუ უკვდავებას და ეს იყო ჯვარი, რომელსაც ზევიდან მარყუჟით ბოლოვდებოდა. აი რომ ნახოთ ჩვენ მერე ეს ფოტოები, ანხი რო ჩავწეროთ, ნახოთ ხელში უჭირავთ ფარაონებსაც და იმიტომ ფარაონის ნახევრად ღმერთებად ითვლებოდნენ და ოსირისი, ისის და რას და სხვა ეგვიპტელ ღვთაებებს, ხო? გარდა ამისა, იცით თქვენ რომ ბარნაბას ეპისტოლეში გვხვდება ესეთი განმარტება ეზეკიელის წიგნის მე-9 თავის მე-4 მუხლში და პირდაპირ ესე წერია: გაიარე ქალაქი იერუსალიმის შუაში და ურჯულოები დასნეულებულთა სახეზე ტაუ გამოსახე, ასო ტაუში შენ ჯვარი გაქვს. ტაუში იგულისხმება ასო ტ, აი ლათინური ტ. და ტერტულიანე მე-3 საუკუნის მამა წერს ესეთ რაღაცას: ბერძნული ასო ტაუ და ჩვენი ლათინური ტ ჯვრის სახეა. და პირჯვრის გადაწერასთან დაკავშირებით ფსალმუნში ნათქვამია: კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ჩემი რომელმა ნასწავლა ხელთა ჩემთა ღვაწლი და თითთა ჩემთა ბრძოლა. ეს არის 153 ფსალმუნის პირველი მუხლი. ამიტომ ჯვრის ნიში ჩვენთვის უცხო არ არის. აი ხევსურებსაც ხო ჯვარზე ჯვრები ქონდათ ქუდებზე გამოსახული. ამიტომ ჯვარი ჩვენთვის ძალიან ყველა კულტურისთვის, აბსოლუტურად ყველა ქვეყნისთვის ძალიან ნაცნობი არის და აი ხა მინდა წაგიკითხოთ რას წერს პავლე მოციქული, ის ვინც ჯვარს ემტერება. პავლე მოციქული პირდაპირ ესე იგი წერს, რომ ვინაიდან ბევრი რომელთა შესახებ ხშირად მithქვამს თქვენთვის და ახლა ცრემლებითაც გეუბნებით, ისე იქცევია როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები, ანუ ქრისტეს ჯვრის მტრებივით იქცევიანო. მათი ბოლო დაღუპვა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ. აი საერთოდ ჯვარი რა იყო? ჯვარი იყო ძველ აღთქმაში ჯერ კიდევ დაბადებაში გახსოვთ, როდესაც ეუბნება აბრაამს, ხო ღმერთი აღახილე თვალნიო და გაიხედე აღმოსავლეთისკენ, დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ, ხო? ეს პირდაპირ ჯვარი გამოდის. გარდა ამისა, მოსემ როდესაც კვერთხი ჩააგდო წყალში და წყალი გამტკნარდა, მარასწარე წყლები, ეს ფაქტიურად ჯვარზე მოასწავებდა, ანუ ჯვრის წინასახე იყო. ასევე როდესაც მოსე ავიდა და ამალექს შეებრძოლა ისრაელი, მოსე როდესაც ხელებს განაპყრობდა, იმარჯვებდა ისრაელი, ხოლო როდესაც ხელები დაეღლებოდა და მიწაზე ეშვებოდა, ამალეკი ბოროტი ძალის სიმბოლო იმარჯვებდა, როდესაც მანამ სანამ ორი ადამიანი არ ამოუდგა, ესე იგი მოსეს და ხელები არ ააწევინეს და სანამ არ ძლია ისრაელმა ამალექს და პირდაპირ წერია, რომ ბრძოლა აქვს ისრაელს ამალეკთან თაობიდან თაობამდე, ხო? ხო. და აი ხელების გამყრობა ნიშნავს ასევე იმას, რომ ესე იგი ადამიანი გულში იკრავს სხვა ადამიანს. აი ფაქტიურად ქრისტემ, რომელმაც ხელები განაპყრო ჯვარზე, ამით თელი კაცობრიობა მოიცვა და თელი კაცობრიობა ჩაიკრა გულში.
და თელი კაცობრიობის ცოდვები ჯვარზე აზიდა და ჯვარზე გაანადგურა კაცობრიობის წყევლა, ხო? და რასელისტები, ანუ იეჰოვას მოწმეები, ცრუ მოწმეები, რა თქმა უნდა, 1931 წლამდე თქვენი ცით რომ ჩარლზ ტეი რასელი 1916 წელს გარდაიცვალა და 1931 წლამდე აღიარებდნენ, თვითონ რასელი ჯვარს აღიარებდა და ბიბლიის მკვლევრები ერქვათ, იეჰოვას მოწმეები მერე ეწოდა, ჩარლზ რასელის დროს ბიბლიის მკვლევრები ეწოდა, რუტერფორდი იყო მე მგონი მეორე პრეზიდენტი, როგორც მახსოვს, რომელმაც ჯვრის თაყვანისცემა აკრძალა და პირდაპირ თქვა, რომ ქრისტე ჯვარზე კი არ გააკრეს, ანუ გააკრეს ქსილონზე, ანუ და არა სტავროსზე. სტავროსი არის ჯვარი პირდაპირ ბერძნულად და ქსილონ არის ძელი და სინამდვილეში ძელში იგულისხმება არა ფორმა ისა, ხო, არა ფორმა, არამედ რისგან იყო მასალა და მასალა იყო ძელი, ხო, ხისგან იყო, მაგრამ ფორმაზე მიუთითებს სტავროსი, ანუ ძელი და მათეს სახარებაში პირდაპირ წერია 27 მოხში და დასდევს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი, ეს არის იესო მეუფეხურიათაი. მათეს სახარების მოყვანილი ადგილი მოწოვს, რომ წამების იარაღი იყო ჯვარი, რომელზეც ხელები ჰორიზონტალურად, ანუ ჯვრის სახით ჰქონდა გამყრობილი მაცხოვარს. რადგან ხელების ვერტიკალურ მდგომარეობაში ფიცარი წარწერით იქნებოდა არა თავს ზემოთ, როგორც წერია მათეს 27-27-ში, არამედ ხელებს ზემოთ. ნუ ხელები თუ ზემოთ ჰქონდა, მაშინ ხელებს ზემოთ დაიწერებოდა და არა თავს ზემოთ, ხო? მარკოზის მე-15 თავის 27 მოხში წერია და მისთან და გარდა ამისა არის ამ აღმოჩენა ესეთი იონათანის აღმოჩენას ეძახიან 1968 წელს აღმოაჩინეს ისრაელში ჯვარი, რომელზეც სამსჭვალები იყო და პირდაპირ ჯვრის ფორმა იყო პირველი საუკუნის. აი როგორ ფორმის ჯვრებზე აკრავდნენ იმეებს, რა ქვია, დამნაშავეებს. ამიტომ ეს რასელისტების ბოდვა რომ მარტო ვერტიკალურ ბოდზე გააკრეს ქრისტე და არა ჯვარზე, რა თქმა უნდა, სისულელია და სიცრუეა. და მისთანა ჯვარსაცვეს ორნი ავაზაკნი, ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით მისსა. მარკოზის სახარების მოყვანილი ადგილი მოწოვს, რომ წამების იარაღი იყო ჯვარი, რომელზეც ხელები მარჯვნივ და მარცხნივ ჰქონდა გამყრობილი, ხო? გამყრობილი მაცხოვარს. მარკოზ მახარებელმა შემთხვევით არ ახსენა მარჯვენა და მარცხენა მხარე, რამე თუ იოანე მახარებლის მსგავსად არ დაწერა ამიერ და იმიერ, არამედ ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით მისსა. იოანეს 20:24-25, ხოლო თომა ხქვამათ უკვე თუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე, იგი სამსჭვალთა და დავხსნე თითნი ჩემი ადგილსა მის სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა არასა და მრწმენეს. იოანეს სახარების მოყვანილი ადგილი მოწოვს, რომ წამების იარაღი იყო ჯვარი, რომელზეც მაცხოვრის ხელების სამსჭვალებით იყო მიმსჭვალული და არაერთი სამსჭვალით. რასელისტები როგორც გამოსახავენ, მათ სულის დამღუპველ ლიტერატურაში, ანუ ფაქტიურად შანს აქვს, რომ 4 სამსჭვალი იყო და არაერთი სამსჭვალი როგორც გამოსახავენ, რომ თითქოს ერთი სამსჭვალი ჰქონდა გატარებული ერთ ფეხში და ისა ორ ფეხში და ერთი სამსჭვალი ჰქონდა ორ ხელში გადაჯვარედინებულ ხელებში გატარებული. ეს რა თქმა უნდა სიცრუეა, 4 სამსჭვალით იყო მაცხოვარი მიმსჭვალული წმინდა ჯვარზე. და მეოდეს ავმაღლდე ქვეყნით, ეს არის იოანეს 12:23. ყოველნი მოვიზიდნენ ჩემ და ხოლო ამას რა იტყო და აუწყებდა რომელთა სიკვდილთა ეგულებოდა სიკვდილად. მოყვანილი ციტატა მოწევს, რომ მაცხოვრის მიწიერ ცხოვრების ეპოქაში რომაელები იყენებდნენ ჯვარს, როგორც წამების იარაღს, რომელზეც ამაღლდა რა მაცხოვარი, ხელებ გამყრობილი მოუხმობს ყველას. განვიყვარ ხელნით ჩემნი ყოველსა დღესა ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა, რომელი არა ვიდოდეს გზასა კეთილთასა, არამედ შემდგომად ცოდვათა მათთა. ეს არის ესაიას 65:2. ანუ ხელები განვაყრევო ყველას მიმართო და ყველას მოუწოდეო, აი გულში ჩასაკრავათო, როგორც ესე იგი ურჩებს და მაცილობლებს მოუწოდებენო. ეს არის ესაიას 65:2, ხო? ასევე იოანეს 21:18-19-ში ამენ გეტყვი შენ, ოდეს იყავ ჭაბუკი შეირტყი თავი თვისი და ხვიდოდი ვიდრეცა გნებან, ხოლო რაჟამს დაჰბერდე განიყვნე ხელნი შენი და სხვამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს ვიდრეცა შენ არა გინდეს, ხოლო ესე თქვა და აუწყებდა რომელთა სიკვდილთა ადიდოს ღმერთი და ვითარცა ესე თქვა ხქვამას შემდგომად მე. მოყვანილი ციტატაც იგივეს მოწევს, რომ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ეპოქაში რომაელები იყენებდნენ ჯვარს, როგორც წამების იარაღს, რომელზეც პეტრე მოციქულს სიბერის ჟამს ხელები უნდა განეპყრო და არ უნდა აღეპყრო და არა აღეპყრო, ანუ თავზევით არ ქონია მაცხოვარს ხელები. ესაიას 28:17 დავდებ სამართალს ლარადა სიმართლეს შეეულად. ეს პირდაპირ ჯვარზე არის, დავდებ სამართალს ლარადო და სიმართლეს შეეულადო. დღეს ხოთაშორის მამა მიქაელმა იქადაგა ბრეგვაძემ და თქვა, რომ აი როგორც თემიდას უჭირავს სასწორი და წონის ადამიანთა სამართალს, ესე იგი ქრისტემაც ჯვარი ფაქტიურად აი სასწორს განასახიერებდა. ერთი მხარეს იყო ავაზაკი კეთილგონიერი, რომელმაც შეინანა და ამაღლდა და მეორე მხარეს იყო ესე იგი ურჩი ავაზაკი, რომელიც ჯოჯოხეთში წავიდა. ამიტომ არის ეს ფიცარი, აი ესე ფერხთა ფიცარი მაცხოვრის ზევით, რომელიც არის აწეული იმ ადგილას ესე იგი მაცხოვრის მარჯვნივ ავაზაკი ამაღლდა, ხოლო მარცხნივ წარწყმდა. წმინდა წერილში სიტყვა ჯვარი ზოგჯერ სახარებისეული გზის სივიწროვისა, მათე 7:14 და კეთილმსახურებისათვის მოწენული განსაცდელები სახსანიშნავად გამოიყენება. გალატელთა 6:12, მათე 10:38,
16:24 იოანე 15:20 16:33 საქმე მოციქულთა 14:22 მაგრამ ქვემოთ მოყვანილი ციტატებში სიტყვა ჯვარი მაცხოვრის ვნების იარაღის აღნიშნულია და ვითარცა წარიყვანეს იგი შეიპყრეს სიმონ კვირინელი მომავალი ველი და დასდვეს მასზე და ჯვარი და იგი მიახვდა შემდგომად იესუისა ეს არის ლუკას 23:26 ხო ჯვარი დამზადებული იყო ძელისგან ქსილონ ესე იგი ხისგან საქმე მოციქულთა 5:30 ღმერთმან მამათა ჩვენთამან აღადგინა იესო რომელსაც იგი თქვენ ხელნი შეასხენი და დამოკიდეთ ძელსა ანუ და ასევე პეტრე მოციქული ამბობს ამას მეორე ესე იგი პეტრე 2:24 გალატელთა 3:13 ესაიას 60:13-ში წერია და დიდება ლიბანსა შენ და მოვიდეს საროისა მიერ და ფიჩსა და ნავთსა ერთმანეთად დიდებად ადგილი წმინდაი ჩემი და ადგილი ფერხთა ჩემთა ვადიდო ფსალმუნი 98:5 აღამაღლებდით უფალსა ჩვენსა ღმერთსა და თაყვანსებდი და კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამე თუ წმინდა არს ფსალმუნი 131 შევიდეთ საყოფელთა მისთა თაყვანისეთ ადგილსა სადაც დადგნეს ფერხნი მისნი ანუ პირდაპირ სადაც ფეხები მიამშვალეს ქრისტესი ხო მეორე ტიმოთე 2:22 სახსა შინა დიდსა არა არის ჭურჭელი ოქროისა ხოლო ვერცხლისა არამედ ძელისაიცა ესაც ქსილონი წერია პავლე მოციქული მიბაძვით უნდა ესე ჯვრით უნდა ვიქადოდეთ გალატელთა 6:14 ხოლო ჩემდან უიყოფინ სიქადული გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა რომლისათვისაც სოფელი ჩემდან ჯვარს მულარს და მე სოფლისა ანუ ჩემდან უიყოფინ სხვა სიქადული გარდა უფლისა იესო ქრისტეს ჯვრისაო პირდაპირ ამბობს ამიტომ ჩვენც უფლის ჯვრით უნდა ვიქადოდით ჯვრის მეშვეობით მოგვეტევა ცოდვები და შევრიგდით ღმერთთან ეფესელთა 2:16 და დაადგინეს ორნივე იგი ერთითა მითხორცითა ღვთისა ჯვარისა მიერ მოკლა მტერობაი და იგი მას შინა ყოლასელთა 1:20 მშვიდობა ყო სისხლით ამით ჯვარისა მისისაით ამის მიერ გინა თუ ქვეყანასა ზედა გინა თუ ცათაშინა ანუ მშვიდობა დაამყარაო ცათაშინა და ქვეყანასა ზედა ანუ ზეცა და მიწა შეარიგა მაგიტო არის ესე იგი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ანუ ჯვარი გამოდის შეარიგა მიწა და ზეცა და გამოვიდა ჯვარი ყოლასელთა 2:14 და ახოცა ჩვენთვის ხელით წერილი ბრძანებით რომელი იგი იყო ანტაკრად ჩვენ და იგი აღიღო შორის და შემშვალა ჯვარსა სიბძნე სოლომონისა 14:7 რამე თუ ხელითა შენთა ცხონდა და განერა რამე თუ კურთხეულარ ძელი რომლისაგან იქმნა ცხოვრება კურთხეულარ ძელი რომლისაგან იქმნა ცხოვრება ჯერ კიდე ძველ აღთქმაში არის ნაწინასწარმეტყველები თუ ჯვრის წინასახე ძველი აღთქმის ეკლესიის სამსხვერპლო და ხო სამსხვერპლო და განწმენდის ძალას იძენდა რამდენად უფრო დიდი სიწმინდეა თავად ჯვარი რომელზეც დაიღვარა უმანკო და უბიწო ტარიგი ქრისტეს ძვირფასი სისხლი პირველი პეტრე 1:18 და რამდენად უფრო დიდია მისი გამწმენდელი ძალა რომლის მიერ არა მხოლოდ ერთი ერის არამედ ყველა მორწმუნე ადამიანის ცოდვები აღიხოცან ყოლასელთა 2:14 ყოლასელთა 1:20-23 მეორე კორინთელთა 5:15 გამოსვლათა 30:25 ხო დაქმნა იგი ზეთი საცხებელ წმინდა მიხრონობითაც ნახელოვნებად მემიხრონისად ზეთი ცხებისა წმინდა იყოს და მისგან ყარავსა წამებისასა კიდობანსა მას საწამებლისასა და ტრაპეზ ყოვლად დასაწველთასა და ყოველთა ჭურჭელსა მისთა და საბანელსა და ხარისხსა მისა და განწმინდა იგინდა იყავ წმინდაი წმინდათა ყოველი რომელი შეეხოს მათ წმინდა იქნეს მათეს 23:18 ცოფნო და ბრმანო რომელი უდიდეს არს შესაწირავი ანუ საკურთხეველი რომელი განსწმენთ შესაწირავსა მას ну ძალიან ბევრი მუხლებია ეხლა აღარ დაგღალით ბავშვებოც და იმიტომ მოსწავლები მეყურებენ ხოლმე ხშირად და ბავშვებოც და დასრულნოც მისმენდით აღარ დაგღალით ჯვარი არის ჩვენი სიქადული და ჩემდან უიყოფინ ესე იგი სიქადული ჯვარისა უფლისა იესო ქრისტესითაო როგორც პავლე მოციქული ამბობს ამიტომ ჯვარი არის ჩვენი გადარჩენი ჩვენი ხსნის ნიში და ღმერთმა ჯვარი დაგვწეროს ყველას მადლობა ყურადღებისთვის